დილა მშვიდობისა. როგორ ვიყოთ კარგად. გუშინდელი ლაივი იყო ამ თემაზე, რომ აგვისტო გამოვაცხადეთ ჩემთვის კარგად ყოფნის თვედ, ასე ვთქვათ და შემოგთავაზეთ, რომ ვისაუბროთ ხოლმე ამაზე. თუ მოიწვევთ სხვებსაც, ძალიან კარგი იქნება, სხვებმაც მოისმინონ კარგად ყოფნის შესახებ. ძალიან ბევრი ესენია თეორიებია, რამდენი პრინციპი არსებობს, რამდენი კანონი არსებობს, რამდენი აუცილებელი წესი არსებობს, იმისათვის რომ ვიყოთ კარგად. წინა გუშინდელ ლაივში ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენი ტვინი რატოღაც აქცენტირებას აკეთებს, როცა გვეკითხებიან როგორ ხარ, ან კარგად ხარ, ჩვენი ტვინი ეძებს იმას, სადაც არ ვართ კარგად და არ აფიქსირებს იმ ბევრს, სადაც ვართ კარგად, ძალიან ბევრს. და ეს ყურადღების კონცენტრაცია არის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი პიროვნული ზრდის. როგორც თქვი, უკვე ძალიან ბევრნაირს მას ასახელებენ, ჩამონათო ზოგი 20 წესი, 30 წესი, 7 წესი, 8 წესი, როგორ ვიყოთ კარგად, ხო? რა არის აუცილებელი კარგად ყოფნისთვის. და მოდით 7-ზე გავჩერდეთ, 7 ძირითადზე გავჩერდეთ. დღეს ვისაუბრებ ერთ-ერთზე, რომელსაც როგორც წესი ბოლოს ასახელებენ, მაგრამ მე ამით დავიწყებ. ეს არის პიროვნული ზრდა. ანუ როცა ჩამოთვლიან ყველაფერს რაღაცა ძილი, სეირნობა, ის ეს ყובה რაღაცები, მე ბოლოს ასახელებს ზოგიერთ ასახელებს პიროვნულ ზრდას, ზოგი ასახელებს, ანუ ვინც თვითონ არის პიროვნულ ზრდაში და იცის უკვე ამის შედეგები, ისინი ასახელებენ ერთ-ერთ ბოლო პუნქტად პიროვნულ ზრდას. მე თუ მკითხავს ვინმე, ესე იგი პიროვნული ზრდა არის პირველი. იმიტომ რომ როდესაც შენ ყავდები, თუ შენ არ ხარ პიროვნული ზრდით დაკავებული, შენ ადამიანების უდიდეს უმრავლესობა ჩართული გვაქვს ნეგატივის მაძიებელი მაგნიტი, ასე ვთქვათ, და ვეძებთ ყველაფერში ნეგატივს. ანუ ყოველთვის ვეძებთ მიზეზებს, რატო არ გავაკეთოთ რაღაც, რატო არ ვისეირნოთ, რატო დავიწყოთ ორშაბათიდან, რატომ არ ვივარჯიშოთ, რატომ არ ვიაზროვნოთ თუნდაც მათ რა ქვია, და დამავიწყა სიტყვაც პოზიტიურად. რატომ არ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან? ანუ სულ ამას ეძებენ. მანამდე სანამ არ მოვა მათი დრო პიროვნულ ზრდაში ჩართვის და ეს სამწუხაროა, რომ ეს დრო ბევრისთვის მოდის ძალიან სერიოზული განსაცდელის მერე. ჩემ ცოცხლ ესე იყო, ახლა 40 წლის ქალი ლოგინა ჩავარდნილი ინვალიდი, ახლა განსაცდელი აბარ არის 5 შვილის დედა. განსაცდელი იყო და როგორი თან და აუტანელი ტკივილებით. და სამწუხაროდ ძალიან ბევრია, ვინც ესე ფიქრობს, ელოდება, ცდილობს თვითონ და ანუ რაღაცა ეზარება რა ბოლოს და აი როცა ძალიან მაგრად მოხდება ცხვირში და სამწუხარო ის არის, რომ ერთხელ რომ მოხდება ცხვირში, ერთხელ ტვინი ფსიქოსომატიკა რაღაცას გეტყვის, ფსიქიკა სხეულში რაღაცა გეტკინება, რაღაცა დაგიზიანდება, რაღაც იჭრის სულ ხელს მუდმივად რაღაც ხიფათებში ეხვევი, ვერ გებულობ, ერთხელ მოხდა ორჯერ გეჭკუბებიან, ჩაგრავენ, მასშტაბ თავისუფლება შეზღუდული გაქვს, უბედური ხარ, ჩაციკლული ხარ რაღაცებზე, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ მოხდება მწარეთ ამების შედეგად და ბოლოს ძალიან მაგრად როცა სანამ არ მოხდება, მანამდე ვერ ხვდები, რომ თურმე უნდა ადგე და სხვა მხარეს გაიხედო და გამოხვიდე კომფორტის ზონიდან შეცვალო შენი ცხოვრება. ამიტომ ბევრი არ არის ესეთი ადამიანი, ვინც პიროვნული ზრდით ყავდება. სწორედ ამიტომ მინდოდა დღეს პირველად ამაზე ვესაუბრა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩართული გვაქვს ნეგატივის მაძიებელი, მეორე იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ და ამას პიროვნულ ზრდაში გავიგებთ, ვისწავლით, შევიგრძნობთ, დავტესტავთ, რომ სადაც მიდის ჩვენი ენერგია, იქ მიდის ჩვენი ყურადღება და სადაც მიდის ჩვენი ყურადღება, ის ხორციელდება. რაც უფრო მეტად წავა თქვენი ყურადღება ნეგატივისკენ, მით უფრო მეტი ნეგატივი მოვა თქვენს ცხოვრებაში. რაც უფრო ბევრს იძახებთ ცუდად ვარ, უფრო ცუდად იქნებით. რაც უფრო ბევრს იძახებთ რა უიღბლო ვარ, რა უბედური ვარ, უფრო მეტი უიღბლობა მოვა თქვენ ცხოვრებაში. რაც მეც იძახებთ ჩაგრავენ, ყველა მე მაშვება, ყველა ჩემი უმადურია, უფრო მეტი უმედური და მჩაგვრელი გეყოლებათ. და ამიტომ აქ რა კარგად ყოფნაზეა მაშინ ლაპარაკი, თუ კი ადამიანს ესეთი აზროვნება განდით, ჩემი აზრით, კარგად ყოფნა იწყება ტვინიდან. თუმცა არის მეორე გზაც, როდესაც შენ სხეულის მეშვეობით იწყებ და ცდილობ სხეულის მეშვეობით გამოასწორო რაღაცები ოღონდ ნახეთ, ესეც იმ პირობით, როცა თქვენ უკვე იცით პიროვნულ ზრდაში ხართ უკვე და იქ იცით, რომ ფიქრები, ემოციები და სხეული ერთმანეთთან კავშირშია, სამი ერთიანია და თქვენ შეგიძლიათ სხეულის მეშვეობითაც ზემოქმედება მოახდინოთ ფიქრებზე და ემოციებზე, ემოციების მეშვეობითაც მოახდინოთ გავლენა სხეულზე და
ფიქრებზე, მაგრამ სხეულის მეშვეობით ყველაზე ადვილია ხომ, იმიტომ რომ ფიზიკური მოძრაობები უფრო ადვილი დასაჭერია, მაგრამ აქამდე ხომ უნდა მიხვიდე, ეს ხომ უნდა იცოდე, რომ ამის გაკეთება შეგიძლია და როგორ უნდა გააკეთო, ეს ხომ უნდა იცოდე. თუნდაც იმიტომ არის აუცილებელი პიროვნული ზრდით კარგად ყოფნის დაწყება, რომ ნახეთ, შეიძლება თქვენ ვარჯიშობთ ფიზიკურად, შეიძლება წლებია ვარჯიშობთ, ახლა მე ხო არ გამომიგონია, რომ ეს სიარული და ვარჯიში სასარგებლოა. აი ვარჯიში ავიღოთ, შეიძლება წლებია ვარჯიშობთ, ხო? ან შეიძლება წლებია სწორად იკვებებით მაგალითად, ხო? და შეხედეთ, თქვენ ვარჯიშობთ და ფიქრობთ რაღაც ცუდზე. იმიტომ რომ ჩართული გაქვთ ეს მაძიებელი, ხო, ცუდის მაძიებელი, ნეგატივის მაძიებელი. როდესაც თქვენ ვარჯიშობთ, გამოყოფილი ენერგია მიდის იმის განხორციელებაზე, რაზეც თქვენ ფიქრობთ და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ გაუზიარეთ სხვებსაც ეს ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებს ვამბობ ვიდეო კი რა ლაივი. ნახეთ, თქვენ ვარჯიშობთ და ფიქრობთ ცუდზე, ჯობი არ ივარჯიშოთ საერთოდ. იმიტომ რომ თქვენი ენერგია მიდის იმ ცუდის განხორციელებაზე. თქვენ სეირნობთ და ფიქრობთ ცუდზე. სეირნობას აქ უამრავი დადებითი თვისება. ტვინსაც ეხმარება მუშაობაში, სხეულს ხო ეხმარება, ლიმფას ხო ეხმარება, მოძრაობს. ძალიან ბევრი დადებითი თვისება. დაახლოებით 30 პუნქტია, მე მგონი ახლა არ ჩამოვუყვები ამას. აი უბრალო სეირნობას და აი თქვენ მიდიხართ მის სეირნობას, გამოხედით იმისაც რომ გაჯანსაღდეთ და მიდიხართ და ფიქრობთ, აი დღეს კიდე ახლა დავიღლები, კიდე ახლა ამდენი საქმე მაყრია თავზე, კიდე არავინ მადლობელი მაინც არ იქნება, როგორ დამღალა ამ ყველაფერმა, როგორ მინდა რომ რამე საქმე მქონდეს ჩემი, ამ პირიქით რამე საქმე გაქვთ თქვენი და კი კარგია რომ ამდენი შემოსავალი მაქვს, მაგრამ აღარ შემიძლია დავიღალე უკვე, აი აღარ შემიძლია, აღარ მინდა, აღარ შეგიძლია, აღარ გინდა და ის საქმე ბოლო-ბოლო გაჩერდება რა ადრე თუ გვიან. და ამ ფიქრებზე მიდის, ამების განხორციელებაზე მიდის თქვენი ენერგია, ამ სიარულის დროს. ან მაგალითად ყვება, ხო? თქვენ, მე ძალიან ბევრი ლაივებს მისაუბრია ამაზე, კურსებზე ვსაუბრობთ ამაზე. და მაგალითად იმაზე თქვა საკვებს რა შეუძლია და ჩვენ ფიქრებს საკვებთან მიმართებაში რა შეუძლია. თქვენ იკვებებით ჯანსაღად. ან ამზადებთ სახლში რაღაც ჯანსაღ საკვებს, ან შეიძინეთ რაღაც რეცეპტები, ან შეიძინეთ პირდაპირ დასაკვები, რომელიც მოაქვთ თქვენთან ყოველ დილას, კარებთან გიდებენ და ღირს მე მგონი 1500 ლარი თუ რაღაც ერთი თვე. და დაბრძანდებით მაგიდასთან და იწყებთ ჭამას, ან დალევას რამის, თუ დალევას მით უარესი, მაგრამ ჭამასაც იგივე შედეგი აქვს და ფიქრობთ რა ეშველება ამ ჩემ ქმარს, რა ეშველება ჩემს რაღაცა დედაჩემთან როდისმე როგორ უნდა დავალაგო ეს ურთიერთობები არ ვიცი, როდემდე უნდა მთრგუნოს ესე, ან ეს რა ქვია, რა არის ჩვენი ეს ყოველდღიური და ყველაზე ესეც საფიქრალი ხო, რა საშინელი ცხოვრება, რა საშინელი ამინდია, რა საშინელი მთავრობა ყავს, რა საშინელი ხდება დედამიწაზე, ვაიმე იქ ხანძარია, იქ მიწისძვრა, იქ ომია, იქ ისა და ამ ყველაფერს თქვენ მიირთმევთ. იმიტომ რომ სითხე ხო არის და არის გადამტანი ინფორმაციის, ეს დამტკიცებულია და დაზასტურებულია მილიონჯერ და ექსპერიმენტები და აღარ ვილაპარაკებ და საკვებით სითხის შემცველია, ხო? და თქვენ საკვები რა არის, საკვები მარტო ის არ არის, რომ კუჭი ამოვივსოთ უკაცრავად გამოთქმისთვის, ხო? საკვებმა ნივთიერებებმა თავისი ადგილიც უნდა იპოვონ და უნდა მოემსახურონ ჩვენს კარგად ყოფნას. ამიტომ თუ თქვენ ასეთი განწყობით გაქვთ კარგი კვება, კარგ კვებაზე ხართ, ჯანსაღ კვებაზე ხართ, როგორც უწოდებენ, მაშინ თქვენ ჯანსაღი კვება არის მავნე მინდა გითხრათ. თუ ახლა მას კიდე რაღაცა junk food მართლა მავნე საკვებს დაუმატებ, რომ მაგათ მავნე იქნება, მაგრამ ესეც მავნეა. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ როდესაც თქვენ საკვებს მიირთმევთ, მიირთვათ სწორი ფიქრები და სწორი აზრებით, რომ ეს საკვები არის ჩემთვის სასარგებლო. ძალიან ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამ ემას, სადღაც წავიკითხე მამა გაბრიელს კითხეს, საკვებიო, საკვებზეო რა სიტყვითო და რა საკვებიო, გადაწერეთ პირჯვარი და მიირთვითო, ხო? ანუ თქვენი დამოკიდებულება, თქვენი მადლიერების გრძნობა, რომ ეს საკვები არსებობს საერთოდ, თქვენი კეთილი განწყობა, თქვენი სითბო, სიყვარული, აი ამ საკვებთან ერთად თქვენ ხომ და მიიღოთ ესეთი და მეორე, ახლა გადავიდეთ მეორე თემაზე, როდესაც ამზადებთ საკვებს. როდესაც ამზადებთ საკვებს, ეს კიდევ უფრო მძიმე თემაა, იმიტომ რომ თუ თქვენ ამ საკვებს ამზადებთ საშინელი ფიქრებით, საშინელი განწყობით, დაღლილი, განერვიულებული, გაღიზიანებული, მე მესმის ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმის. მეც 40 წელი, ისა რა 40 წელი უკვე ოჯახი მაქვს და კი ბოლოს გამოვაცხადე, რომ მონახوار ვარ ბოლო 40 წელი ჭურჭელი ვერ ცხოვრი, აღარ მინდა ამ ჭურჭელს რა თქვა, უნდა ვერ ეცხო მაინც აბა, მაგრამ მეხმარებიან, ბუნებრივია, მაგრამ
ეს პროტესტი ყოველთვის ყველას გვიჩნდება, რა თქმა უნდა, იგივე სუცაძლების კეთებაზე, მით უმეტეს საფულში, მაგრამ თუ მაინც უნდა გააკეთოთ, მაშინ ჯობს გააკეთოთ ნორმალური ფიქრებით, იმიტომ რომ თქვენ ქმართლს აჭამთ იმ ნეგატივს, რაც თქვენშია. და საერთოდ ამაზეც ვსაუბრობ, თუ დედა ბედნიერია, ოჯახის ბედნიერია, თუ დედა არის დათრგუნული, დასტრესილი, სავსე ნეგატივით, სავსე ტკივილებით, სავსე დაღლილობით, სავსე არარეალიზებულობით, გაღიზიანებით, ის ვერაფერ კარგს ვერ მიცემს თავის შვილებს. კოკაში განაცადგას იგივე გადმოზდინდები. ჩვენ ვართ ჭურჭელი, ხო ენერგეტიკული ჭურჭელი, რაც გვაქვს შიგნით, იმას ვაძლევთ ჩვენ შვილებს. ამიტომ შვილების ბედნიერების გზა ყოველთვის გადის დედების ბედნიერებაზე. ამიტომაც ახლა მეუღლის საგვარეულოს კურსი დავიწყოთ ცოტა ხნის წინ ახლა ვაგრძელებთ და მეორე ნაწილი ამის არის შვილების ბედნიერების კურსი. ანუ როგორი უნდა იყოს დედა, როგორი აზრები, როგორი ფიქრები, როგორი ენერგეტიკა, როგორი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს მას და რა უნდა გაუშვას მან შვილებისკენ. ამიტომ ეს ყველა ამაზე კიდე რა არის ახლა რას ურჩევენ ხოლმე კიდევ მისთვის აქვს ჯანმრთელობის და კარგად ყოფნისთვის ამ თემებზე მე კიდევ ვისაუბრებთ რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაში იქნება ჩართული პიროვნული ზრდა, თუნდაც იმ კონტექსტში, რომ შენ თუ გონება შესაბამისად არ გაქვს მომართული და შენ თუ რაღაც არ აიყვანე შენი თავი ხელში, აუცილებლად გძლევს სიზარმაცე, აუცილებლად გამოჩნდება თუ არ იცი როგორ მომართო შენი გონება, რომ აი დაიჭირო ეს სწორი წესებით იცხოვრო, ხო, მინიმალური წესებით თუ კარგად იყო, აუცილებლად გამოჩნდება მიზეზები, რომ არ გააკეთო ეს. მოიზიდავ ამ მიზეზებს. ნახეთ როგორ არის ადამიანის გონებაში არის ესეთი ფილტრი. რეტიკულარულ რაღაც უმავწევ მაგის სახელი ყველა ჯერზე, მაგრამ არა უშავს რაღაც ფილტრია, მოკეთ ადამიანებსა რა ქვია, რომელიც შიგნით თითქოს მაგნიტია პატარა. ეს მაგნიტი არის ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამები, ჩვენი საგვარეულო პროგრამები, ჩვენი გამოცდილება, სოციუმის შეხედულებები და ასე შემდეგ და ის იზიდავს აი ამ მილიარდობით რაღაცა უზარმაზარი ინფორმაციიდან იზიდავს იმას, რაც არის მის შესაბამისობაში მოდის ამ მაგნიტთან. მაგალითად, თუ ადამიანს ეშინია თაგვების სიტყვაზე, ხო და ძალიან ხშირად ფიქრობს, ვაიმე თაგვი არ იყოს, ვაიმე თაგვი არ იყოს, აუცილებლად ძალიან ხშირად შეხვდება თაგვები, შეხვდება ამბები, შეხვდება თაგვებზე, ვიღაცა მოყვება, რომ იქ თაგვი, იქ რაღაცა. თუ ავარიების ეშინია იგივე, სულ გაიგებს ახალ ამბებს ავარიების შესახებ. არიან ადამიანები, რომლებიც მომოდიან, სულ ცუდ ამბებს ყვებიან და გიკვირს ვაი სადაგროვებ ამდენ ცუდ ამბებს რა, რატო გესმის შენ ეს ცუდი ამბები? მას აქვს მაგნიტში ჩაწერილი ეს ცუდი ამბები და სოციალური ქსელები არის არაჩვეულებრივი, ეხლა თანამედროვე ტექნოლოგიები არის არაჩვეულებრივი დასტური მაგისი, ჩვენი ფიქრებს როგორ ირეკლავს, სოციალური ქსელიც ირეკლავს, ალგორითმიც ირეკლავს, სამყაროც ირეკლავს. აი ზუსტად ეს ხდება. ხო შეგიმჩნევიათ, რომ რაღაცაზე ფიქრს დაიწყებ, თუნდაც ამ ისეთ თემაზე, რაც არასოდეს არ გიფიქრია. რაღაცაც გიფიქრია და რაც დაგიგუგლავს და გიძებნია და რაღაცა ის რომ ამოგიგდოს, ახლა ეგ ბუნებრივია, ხო? მაგრამ რაღაც არც გიფიქრია, არც გიძებნია და რაღაცა ახალი თემით დაინტერესე. გაიხედავ და აუცილებლად ამოგიგდებს ამ თემაზე Facebook-ი, იმასე რეკლამა გამოგიჩნდება მაგალითად რაღაცა კურსის შესაბამის თემაზე. ხო, ასე ხდება სამყაროში. შიგნით რაც გაქვს, აი აქ გამაში ჩვენი ფილტრის იქით შიდა მხარეს რაც არის, გარედან იმას იზიდავს. ამიტომ თუ ფილტრში არის რომ მე ვარ მსხვერპლი, მე ვარ დაჩაგრული, მე ყველა ჩემი უმადურია, მე არაფერი არ მიფასდება, მე სულავად როგორ უნდა ვიყო, სულ იუბლო როგორ უნდა ვიყო და ასე შემდეგ რა, ვიცი ახლა შვილები როგორ ცუდად მეკცევიან, ქმარი როგორ ცუდად მეკცევა და ასე შემდეგ, ვისაც რა პრობლემა აქვს, ან ბიზნესში არასოდეს არ მართოთ ფული, არასოდეს არ მაქვს, სულ გაჭირვებული ვარ. ეს ყველაფერი რაც გვაქვს ჩვენ ამ შემაში ფილტრში, ხო? ეს არის პიროვნული ზრდის სამუშაო, რომ ამ ფილტრმა არ მოიზიდოს მერე ის ვაკეთოთ ვარჯიშები, ვისეირნოთ რაღაცებს, ჭამოთ, ვიკვებოთ, რა ქვია, ჯანმრთელი საკვებით და ამავე დროს გავამრავლოთ ის ნეგატივი, რომელიც თავში გვაქვს. ანუ ეს რო არ გავაკეთოთ, ამისთვის არის საჭირო პიროვნული ზრდა. ელემენტარულ დონეზე მაინც, ანუ აი წიგნების დონეზე მაინც, უნდა ჩემი წიგნი ტრენინგები, წიგნების დონეზე მაინც კი არა, წიგნი ტრენინგები, ჩემი წიგნი ტრენინგები პირადად ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ზოგმა საერთოდ მაგის მეჩვეობით შეცვალა, სულ არ გაუვლიათ კურსები, მარტო წიგნები წაიკითხეს და მარტო წიგნები შეცვალეს თავიანთი ცხოვრება. ანუ ვის რა აინტერესებს და ვის რა ჭირდება. იმიტომ მაქვს ხომ ეს მრავალფეროვანი, რომ ან ამ მხრიდან დავანახო ადამიანს, რომ მისი თემაა ეს და სამუშაო აქვს, ან ხა ფინანსების კურსს ვიწყებთ, რომელიც სრულიად განსხვავებული ფორმატია და საერთოდ სხვანაირად მე თვითონ მიხარია რომ ვიწყებ, იმიტომ რომ მე თვითონ მაინტერესებს ძალიან
ესეთი განსხვავებული მიდგომაა და პლუს რაღაცა რიტუალები, ესეთი გონებამ რო კარგად დაინახოს ჩვენი სურვილები და ასე შემდეგ. და ველნეს უქმეები, გასვლები თითო დღიანი გვაქვს აგერ მანგლისში, მე 4 დღიანი შეკვეთილში, საზღვარგარეთის ტურები ხო საერთოდ ნებისმიერი აქედან რო აირჩიოთ, ნებისმიერი ყველაში მე ვიძლევი იმდენ ცოდნას, მინიმუმ იმდენ ცოდნას მაინც რომ თქვენ შემდეგ მომდევნო ამ დღიდან დაწყებული შემდეგი ცხოვრება თქვენი სხვანაირი იყოს, სხვანაირად შეხედოთ და მიხვდეთ როგორ შეიქმნა ეს ცხოვრება, როგორ შექმნით დღეს თქვენი რეალობა და როგორ შეცვალოთ და რა თქმა უნდა ტექნიკებსაც ვაკეთებთ, ვამუშავებთ რაღაც ჩვენ პროგრამებს და ასე შემდეგ. და კიდე ფინანსებზე ვიყურე, ფინანსები არის ლაკმუსის ქაღალდი. ლაკმუსის ქაღალდივით არის რომ როდესაც ჩვენ უკვე პიროვნული ზრდაში რაღაცა წარმოქმნა გვაქვს უკვე არ ხდება სამყარო როგორ იქნება, როცა ჩვენ შინაგანი რაღაც მინიმალურად მაინც თვითშეფასება აწეული გვაქვს, ჩვენი ფასეულობა დავინახეთ რის ნიჭი გვაქვს, დავინახეთ რა პროდუქტი შექმნა შეგვიძლია, ან შევქმნით უკვე ეს პროდუქტი, მერე გავბედეთ მისი გაყიდვა და ასე, ამის მერე მოდის ფული. და ამ შუალედებში იმდენი წინააღმდეგობა და იმდენაირი ბლოკია, რომ ესე პირდაპირ ემაზე მუშაობა, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ ამ კურსზე, რომ რაღაცა ფინანსური ნაკადის გააქტიურება. ზუსტად ასე ხდება ფინანსური ნაკადის გააქტიურება. არანაირი ფინანსური ნაკადი არ გააქტიურდება, თუ თქვენ შიგნიდან არ შეიცვლებით. ამიტომ აი ესე მოცულობითია ამ კურსში ყველაფერი და ზუსტად იგივე ანალოგია არის კარგად ყოფნაში. თუ თქვენ შიგნიდან არ შეცვლით თქვენ დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი, არანაირი კარგად ყოფნა არ გამოგივათ, იმიტომ რომ მე თუ მაქვს ესე ვთქვათ დაბალი თვითშეფასება, მე თუ ვარ მსხვერპლი, მე თუ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, მე თუ ვარ დაჩაგრული, მე თუ ვარ ესე ვქვია უმადურობის მსხვერპლი და ასე შემდეგ, მაშინ ჩემი ქვეცნობიერი აკეთებს დასკვნას, რომ მე არ ვიმსახურებ კარგად ყოფნას. ეს არის ჩემი დასკვნა. მე არ ვიმსახურებ კარგად. მე არ ვიმსახურებ თუნდაც იმას, რომ 50 ლარი მქონდეს და რაღაც ვიყიდო და უშოთ ჩემთვის, ხო? ან 5 ლარი მქონდეს, ან 8 ლარი მქონდეს და წავიდე და მაგარი ყავა დავლიო სადმე, ხო? მე არ ვიმსახურებ იმას, რომ კურსებისთვის და ტრენინგებისთვის მქონდეს ფული. ნახეთ, აი კურსების მე რომ გამოვაცხადა, ეხლა იყო დამთავრდა ეს აქცია. ეხლა არის ფასტაკლება მხოლოდ დედის ხაზე, მამის ხაზე და ენერგეტიკულ წვენდებზე, ხო? მინიმალური რამდენიც თქვენ რამდენიც გინახთ იმდენი გადაიხადეთ. ნუ მე ვთქვი ჩემი ფასტაკლების ფასი და თქვენ რამდენიც გინახთ იმდენი გადაიხადეთ, ხო? აი მაგაშიც ჩანს თვითონ რამდენად აფასებს ადამიანი საკუთარ თავს. ზოგმა შეაფასა 40 ლარად, ზოგმა შეაფასა 100-ად, ზოგმა შეაფასა 150-ად და ზოგმა თქვა რომ არა, მე კურსის სრულ საფასურს გადავიხდიო. ფასტაკლებითაც კი არის სარგებლა. მე კურსის მე ვინმეს კი არ საყვედრობ, კი არ ვამადლებ იმას, მე იმიტომ გავაკეთე ეს, რომ მინდოდა რომ იმ მინიმალურიდან მაინც დაეწყოთ, სადამდეც მათი თვითშეფასება უშვებთ. ხვდებით? ეს ყველაფერი მე ფული არ მაქვს, მე ამას ვერ ვუყიდი, მე იმას ვერ ვუყიდი, ეს ყველაფერი არის ჩვენი თვითშეფასების ადეკვატური. რამდენად ფასეულად მიგვაჩნია ჩვენი თავი, იმდენად ვაძლევთ თავს უფლებას, რომ რამე კარგი გავუკეთოთ საკუთარ თავს, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პიროვნულ ზრდას. ნახეთ როგორი სხვაობაა, დავუშვათ ვიღაცა ახლა აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, მე ვიცი ძალიან კარგად გაჭირვებაც ვიცი, შემოსავალი როცა არ არის ეგეც ყველაფერი ვალებით ვიცი, სესხებით ყველაფერი ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი საკუთარ თავზე გამოცდი და ძალიან ბევრ ჩემს მენელზე, როცა მე ვღებულობ გადაწყვეტოს მე ეს კურსი უნდა გავიარო, მე ამ კურსის გავლამ და ეს მე მჭირდება და მე ამას ვიმსახურებ, ფული მოდის მართლა არსაიდან. და ეხლა არ გავაგრძელებ უბრალოდ ბევრჯერ ვისაუბრე ამაზე, მე მგონი პოსტით დავწერე ამის წინ თუ არ ვწდები, როგორ რაღაცა ზოგი თავის ანგარიშზე უცებ რაღაც თანხას აღმოაჩენს, რომელიც საერთოდ საიდან ზოგმა სახლში ამის წინ კიდე ნათელამ გამიზიარა ძველი პოსტი იყო მისი და მე დავდოთ მეთქი ხელახლა თქოეუბნებოდი სახლში იპოვა, ან კურსის გავლა უნდა და 24 ნაბიჯის საგვარეულოში არ მახსოვს და სახლში იპოვა ზუსტად ის თანხა არა აქ ხა ესე აწყობების საქმე სახლში ფულები აქა ეყაროს ზუსტად ის თანხა იპოვა რომელიც ჭირდებოდა. ანუ ეს არის გადაწყვეტილება, რის უფლებას აძლევთ თქვენ საკუთარ თავს და თუ მე არ ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას რომ თუნდაც ფასტაკლები, თუნდაც რაღაცა აქციით, თუნდაც რაღაცით, კაი თუ სულფასად არა, რაღაცა გავიარო ჩემი სასარგებლო, რაც ჩემი მომავლისთვის, ჩემი სიცოცხლისთვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის, ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი შვილების ბედნიერებისთვის, ჩემი ოჯახის ბედნიერებისთვის არის აუცილებელი. ამის უფლებასაც თუ არ ვაძლევ საკუთარ თავს, მე არასოდეს მივცემ საკუთარ თავს უფლებას მაშინ, რომ დავყავდე ისეთ რაღაცებით, რაც კარგად ყოფნასთან არ დაკავშირებული. იმიტომ რომ მე არ ვიმსახურებ კარგად ყოფნას მაშინ. აი ასე არის მოწყობილი ჩვენი ქვეცნობერი და ჩვენი ტვინი. ყოველთვის გამოჩნდება მიზეზები, თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, რომ არ წახვიდეთ სასეირნოდ, არ ივარჯიშოთ, არ იკვებოთ ნორმალურად და ასე შემდეგ.
ელემენტარულად არც იცეკვოთ და არც იმღეროთ, რაც უფასოა სრულიად და სახშეგლიერ გააკეთოთ. ყოველთვის გამოჩნდება საამისო მიზეზი. და აი ერთსაც გეტყვით და დავამთავრებ, როგორ ირეკლავს პირველ წიგნში მაგ ეს მაგალითად მოყვანილი, რომ როგორ ირეკლავს ჩვენს განწყობებს, ჩვენი შვილები, ჩვენი, ანუ ყველაზე მეტად ან რაში გვიშლის ხოლმე, ან ბავშვები გაჭირვეულდებიან, ან ვიღაც ავად გახდება, ან ვიღაც რაღაც დაჭირდება, ან რაღაცა თანხა რომელიც გვინდა ჩვენი თავშიც მოგვეხმარებინა, ვიღაცას დაჭირდება აუცილებლად. და აი დიდი ხნის წინ კარპატებში მივდიოდი ტრენინგზე, რომელიც სხვადასხვა ზუსტად ესე ვიყიდა, რომ საერთოდ არ ვიცოდი, $750 ყიდა და ძალიან დიდი ფული იყო ჩემთვის. მაშინ $750 არც ახლა ცოტა. და აი მე გადავწყვიტე, რომ მე ეს მინდოდა, ანუ უნდა წავსულიყავ მე კარპატებში და მოკეთ შევიძინე, გადავწყვიტე, შემეძინა, რა თქმა უნდა, გადავიხადე, გამოსცა შესაძლებლობები და სანამ წავიდოდი დაახლოებით 10 დღით ადრე, ნუ ბავშვები პატარები მყავდა, 10 დღით მივდიოდი და სულ მქონდა გულში რაღაცა ის, რომ აი ბავშვები 10 დღით, არასოდეს არ დამიტოვე, მანამდე 4 დღით მყავდა დატოვებული ბავშვები, კიევში ვიყავი, იქაც ტრენინგზე, მეტი მარტო არ დამიტოვები. ხო და მანგლისში ვიყავი ზუსტად და აქ ვიყავით მაშინაც და აი რაღაცა შინაგანად მაწუხებდა რა, არ უშვებდი გონებამდე, მაგრამ მაწუხებდა. და ერთხელ დაიწყეს ბავშვებმა ჭირვეულობა ერთმა მეორე მესამე რაღაცა წუნებენ ყველაფერზე ტირიან, ჭირვეულობენ, არ მაცდიან, არ მეთქი რა დაემართათ ამ ბავშვებს რა ჭირთავად არ არიან სიცხე არ აქვს გაცემულები არ არიან გამონაყარი არ აქვს არაფერი არ აქვს ყველას ერთად ხო და მე რაღაც ესე ჰამაკში ვიჯექი ეზოში და უცებ დამარტყა თავში რა აი უცებ დამკრა თავში რომ ეს ყო ჩემის არეკლილი ჩემი დანაშაულის გზნობასავით მაინც ჩემო მეპარა რომ ეხა 10 დღე ბავშვები უნდა დავტოვო უპატრონოდ კი ავტოვებდი რა თქმა უნდა უამრავი პატრონი ყავდათ მაგრამ ნუ მაინც ეს დედური ეს რა ქვია პერფექციონიზმი და დანაშაულის გზნობა და ბავშვებმა ეს აირეკლეს როგორც კი მე იქვე არავდგარ ვარ ჰამაკიდან სანამ არ დავამუშავე ეს თემა ჩემ თავში და სანამ არ გადავაფორმირე და სანამ არ ავდექი იმ რწმენით და იმ განწყობით რომ ეს ზუსტად მათთვის იყო პირველ რიგში კარგი ჩემთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში და მე მათთვის იყო კარგი ჩემი წასვლა და რომ ეს და ასე შემდეგ მოკლედ არ შევცვალე ეს ჩემი პროგრამა მანამდე არ ავდექი ნუ რომ ავდექი ყველაფერი დაალაგდა არაფერი არავის არ უწუნია ბედნიერად წავედი ბედნიერად ჩამოვედი ძალიან ბევრი გაცნობიერება მივიღე იქ და ნუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა აი ასე მუშაობს თქვენი ქვეცნობიერი თქვენ შეიძლება საერთოდ ვერ მიხვდეთ რატო ვერ მიდიხართ სავარჯიშოდ საერთოდ ვერ მიხვდეთ რატო არ უვლით თქვენ თავს საერთოდ ვერ მიხვდეთ რატო აძლევთ უფლებას ამ თქვენ ფსიქიკას რომ დააზიანოს თქვენი სხეული იმიტომ რომ სხეულის ტკივილები ნებისმიერი ყველაფერი ხო ფსიქიკიდან მოდის ყველა პრობლემა სხეულის არის თუ სხვა რამის არის კოღოების კრენა რო არის თუ კი ძალიან ბევრი ბევრს ანუ ბევრჯერ კბენენ ასე ვთქვათ რა ისე ნორმიდან გადასულად ძალიან ბევრჯერ ცოტა ყველას კბენენ ესეც კი იმას ნიშნავს რომ თქვენ სხვა ადამიანებს საზღვრით უფლებას ხშირად გიკბინონ ანუ თქვენი საზღვრები არ არის დაცული წარმოიდგინეთ თითის გაჭრა დაზიანება მოტეხვა ამოვარდნა დაჭიმვა ფეხის გადაბრუნება აი ესეთი რაღაცების კი არა თუ ფიზიკური ტკივილი პირდაპირ და არა თუ დაავადებები ხო თავისთავად ფსიქოსომატიკა ესეც კი ფსიქოსომატიკაა და შესაბამისად ეს თქვენი შინაგანი ბლოკები და რაღაცა პროგრამები არასოდეს არ მოგცემთ იმის უფლებას თქვენ რომ რაც უნდა მე მისმინოთ კი არა და სულ გენიალურ ტრენერებს უსმინოთ რაღაცა ისეთი ძალიან ესეთები ვარსკვლავიანები რო არიან სულ რომ იმათ უსმინოთ ხო არაფერი არ გამოვა თუ თქვენ შიგნიდან არ მიცემთ თქვენს თავს კარგად ყოფნის უფლებას მე უნდა მივცე ჩემ თავს კარგად ყოფნა ვერავინ ამ ქვეყანაზე არ არსებობს ამ ქვეყანაზე ადამიანი ვისაც შეუძლია თქვენი გაბედნიერება არ არსებობს ადამიანი ვისაც შეუძლია თქვენს კარგად ყოფნაზე იზრუნოს არ დაიჯეროთ ეს ვიღაცამ შეიძლება გითანაგრძნოთ ვიღაცამ შეიძლება აი მე რა ცოდო ხარო გითხოს ან რაღაცა მაგრამ კარგად ყოფნაზე ზრუნვა საკუთარ კარგად ყოფნაზე მარტო თქვენ შეგიძლიათ მარტო თქვენ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამიტომ მე ვთვლი რომ კარგად ყოფნის პირველი გაკვეთილი უნდა იყოს ის რომ ჩვენ ვკავდებით პიროვნული ზრდით და ვინც უკვე დაკავებულები ვართ პიროვნული ზრდით ჩვენს ყურადღებას მივმართავთ იქითკენ რომ რა არის საჭირო იმისათვის რომ მე ვიყო კარგად ნახეთ პანაციაც არ არსებობს ანუ იდეალური ისინიც არ არსებობს ახლა კი ჩამოწერენ ხოლმე წესებს აი ეს უნდა გააკეთო ეს უნდა გააკეთო ეს უნდა გააკეთო ჩამოცხაკაც მაგრამ რეალურად მაინც ინდივიდუალურია ვისთვის რა მუშაობს ყველაზე კარგად და მეცაც გაკვეთ ერთი და იგივე ადამიანს სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაცა მუშაობს კარგად. ჩემთვის მაგალითად ტიბეტური ვარჯიშები ძალიან დიდხანს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჩემი კარგად ყოფნის. ამ ეტაპზე მეზარება რა, აი არ ვაკეთებ ხა ტიბეტურ ვარჯიშებს, ვაკეთებ სხვა რაღაცებს. სანამ თქვა დროშაში გამოვდივარ და ვსეირნობ. ამიტომ ეგეც ეს წესებიც ის არის რა ქვია ინდივიდუალ თქვენ თავს უნდა მოარგოთ და
კიდევ ერთხელ თქვენ თავს რომ მოარბოთ, თქვენ უნდა იცნობდეთ თქვენ თავს. თქვენ უნდა გქონდეთ დამყარებული კავშირი, მუდმივი კავშირი თქვენს შინაგან მესთან, თქვენ შინაგან ხმასთან, თქვენს ნამდვილ მესთან, რეალურ ბუნებრივ მესთან, იმასთან, ვინც სიამბილეში ხარ ყოველგვარი მიღბების გარეშე. აი ეს კავშირი თუ გაქვთ დამყარებული, ის თვითონ გიგანახებთ როგორ იყოთ კარგად. და ის თვითონ არ მოგასვენებ და მაინც გაგაკეთებიებთ იმას, რაც თქვენთვის კარგია. სხვათა შორის დღეს 4 წელი დავარტყი უკვე როშას და ძალიან მიხარი. იმიტომ რომ ცოტა აქედან მიდიხარ ცოტა აღმართია და რაღაცა ამ ბოლოს მოვადუნა ეს ვარჯიშები და რაღაცები გადავერთე საქმეებზე და მე მეც მიჭირს ხოლმე ხელახლა იმის რა ქვია სტარტის აღება. მაგრამ დღეს კმაყოფილება საკუთარი თავით. ამას რო გისურვებ თქვენს. ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში. ორი არა, სამი. კმაყოფილება, მადლიერება და მაქსიმალური სიამოვნების მიღება ყველაფრიდან, რაც აქვს. რაც აქვს ახლა ამ წუთში, ის კი არა მე რო ექნება. ახლა რო აქვს. აი ამითი სიამოვნება. თუ ამ მეებს რაღაცა ვისწავლით და მივაჩვევთ ჩვენ აზროვნება, ჩვეულებრივ ვარჯიშდება, შეგიძლიათ დაატრენინგოთ ჩვეულებრივ თქვენ გემოზე როგორც გინდათ ისე. ამას თუ მივეჩვევით, ძალიან ბევრი რამ ჩვენ ცხოვრებაში თავისთავად შეიცვლება. ანუ ეს ყველაზე პატარა რეცეპტი რაც შეიძლება პიროვნულზე შეეხებოდეს. რომ ვიყოთ მადლიერი ყველაფრის რაც გვაქვს. დავინახოთ ყველა პატარა რაღაცა, რითიც შეიძლება რომ ვიყოთ მადლიერი, ხო? და ვისიამოვნოთ იმითი რაც არის. ხო, ფიჭვებია, მაგალითად ბალახია, ვიღაც ჩვეულებრივი ამბავია. ცალურჯია და ძალიან ლამაზია. მე ძალიან სიამოვნებს ეს. ნუ ბევრი სიამოვნებს, ბევრი ვერ სამჩნევს საერთოდ. ამიტომ ესეთი პატარა რაღაცებიდან იწყება პიროვნულის და, მაგრამ ნუ მაინც ყველაფერს სწავლა უნდა რა, ანუ არსებობს სისტემები, მე მთელი ცხოვრება რა ბოლო 19 წელი მაგას ვაკეთებ, რომ სწავლობ, მე ამ ნასწავლიდან ვიღებ რაღაცა საუკეთესო მეებს, ვაგროვებ, რაღაცა კომპილაციას ვაკეთებ, მე თვითონ ვიყენებ და მე სხვებს ვასწავლი უკვე აი ესე ხელის გულზე დადებულს ესე როგორც თქვა, საუკეთესო ნაღებს მოკეთ მოგროვილს, აი ამ რაც კი მე მისწავლე ამ წლების განმავლობაში, რომ მათ არ დაუშვან იგივე შეცდომები და ყველა სპეციალისტი შეცდომებს უშვებს, მაგრამ ხო რაღაცები რაც მაინც საერთოა, რომ უფრო მარტივად გაიარონ ეს გზა. და მე გისურვებთ, რომ თქვენ ყოველთვის გეპოვოთ ის ადამიანი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ პიროვნულობაში ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომ თქვენ იპოვოთ ის ადამიანი ზუსტად, ვისგანაც მიიღებთ ამ ცოდნას, იმიტომ რომ მარტო ცოდნას არა, ენერგიას და ვიბრაციებს, იმიტომ რომ ცოდნა ყველგან არის ინტერნეტი სავსეა ცოდნით, მოკლედ სადაც გინდათ იმას ისწავლით და მოუკიდებლადაც. როდესაც ადამიანი აი ამ ცოდნის გამტარი ადამიანი ვინც არის, ხო? მას აქვს თავისი რაღაც განსაკუთრებული ენერგეტიკა. თუ ის არის ანუ სწორი გამტარი, ასე ვთქვათ, სწორი ცოდნის გამტარი, მას აქვს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა, ძალიან კარგი ენერგეტიკა, როდესაც მიდიხარ და უკვე კარგად ხარ მასთან ერთად. აი უბრალოდ მასთან ერთად ხარ, ვთქვათ, წახვედი სადღაც, ხო? ველნეს უქმეებზე მაგალითად, რომელიმე ხა ბევრი აწყობს მაშინ რა ვქოთ, ველნეს ტურები რო დავიწყე პანდემიამდე ჯერ კიდევ, მაშინ ეს თემა იყო ძალიან უცხოდი. ახლა ძალიან ბევრი აკეთებ, მიდიხარ ამ ველნეს ტურზე, ხო? შეიძლება არც არაფერი არ გაგაკეთებიო საერთოდ. საერთოდ არაფერი არ გაგაკეთო, უბრალოდ ხარ მასთან ერთად და უკვე ხარ კარგად. ან რაღაცა ესაუბრები და უკვე ხარ კარგად. აი ასეთი ადამიანი გეპოვოთ თქვენი, ყველას თავისი ყავს. ზოგს ასეთი მოწონს, ზოგს ისეთი მოწონს და ასე შემდეგ. ამიტომ იპოვეთ ესეთი ადამიანი და გაყევით მას, სანამ არ ამოწურავთ მის ყველა ცოდნას, სანამ არ მიიღებთ ყველაფერს მაქსიმალურად. იმიტომ ესეთ ადამიანს რო იპოვე, მე არ უნდა გაუშვა რა. უნდა ეცადო რომ მაქსიმალურად ყველაფერი მისგან მიიღო. ნუ როცა ჩათვლი რომ მე მყავს ტრენერები, მაგალითად ბევრი ტრენერთან მისწავლელი მიმუშავია, რომლისგანაც ჩავთვალე რომ მე უკვე მივიღე იმის მაქსიმუმი, რაც აქ შემეძლო მიმეღო. და ვთქვათ, დანარჩენი მას რაც ქონდა ის უკვე ჩემი აღარ იყო. მე გადავდივარ სხვასთან მადლიერებით, რასაკვირველია მშვიდობები და გადავდივარ სხვასთან. ამიტომ მეგობრებო, თუ გინდათ რომ იყოთ კარგად, დაკავდით პიროვნულის დიდ, აქტიურად. და ჩათვალეთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება გააკეთოთ. არანაირი არაფერი არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება თქვენ ოჯახს გაუკეთოთ, თქვენ საკუთარ თავს გაუკეთოთ, თქვენს მომავალს გაუკეთოთ და აი არაფერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, რომ თქვენ ხვალ იყოთ უფრო ბედნიერი და ხალისიანი, უფრო კარგად იყოთ, უფრო სავსე იყოთ, უფრო ნათელი იყოს სამყარო. აი ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის საერთოდ. როდესაც მზე ამოდის, თქვენ გიხარიათ ცხოვრება და გისურვებთ ყველა მზის ამოსვლა თქვენთვის იყოს ბედნიერების და სიხარულის მომტანი. წავედი ხამე გემშვიდობებით. ეს ჩვენი პირველი დღე კარგად ყოფნის. არა, მეორე დღე იყო პრინციპში, გუშინ რაღაც ზოგადი დღე იყო და დღეს ნუ ხო, წესებს თუ მივხვდები, პირველი წესი იყო.
ჩათვალეთ, რომ ყველა დანარჩენი წესები მეორადია, თუ ეს პირველი წესი არ იქნება შესრულებული, ის დანარჩენი წესები, როგორც უკვე აქამდე მოვყევი, პირიქით შეიძლება მადლობა უნდა უთხრათ, თუ ცუც არაფერს მოგიტანენ, თუ კარგს არ მოგიტანენ, არა უშავს, მაგრამ ცუდი მაინც არ უნდა მოგიტანონ თქვენი არასწორი ფიქრების გამო. ბედნიერ დღეს გისურვებ ყველას და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ეს ვიდეო, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ კარგად ყოფნა არ არის მხოლოდ კუნთების კაჩავი და არც მხოლოდ რაღაცა პორციული ჯანსაღი საკვების შეკვეთა. მხოლოდ ეს არ არის კიდე საერთოდ არ არის კარგად ყოფნის ხელოვნება, თუ მას თან არ ახლავს სწორი ფიქრები კარგად ყოფნისთვის. აბა კარგად, ბედნიერად იყავით და კარგად იყავით.